Sagiral çabevediyor. Tamoy. Ay bu at. Samzadisi ლიცენზირებული ნადირობისთვის. დღეს რა უნდა ვინადიროთ ასებერზე მელი ტურა სადაც უნდა შევიდეთ იმ დღეში არის მრავალფეროვანი ნადირი არის კურდღელი დიდი ალბათობით შეხვდება შველიც და თოფიც არ ავწევთ არც ერთი რომ ვესწავლოთ რა ახლა ამაზე ლაპარაკი გული ზედმეტია მონადირეებიდან ისეთი ხალხობა შეგებიძები რა უსაფრთხოება პირველ რიგში ყველა გვაწვია ისეთი რაღაცა რომ გამოვიჩევით სანამ რაღაცას არ უხსოვთ გავადარწმუნდეთ სამი არ ვესვით და ვიცით და რა ვიცი ამის გამეორე რომ ავი და მოხერხულება აი მეორე ახალბედების ნომრებში წაგვიყვანთ ჩვენ თვითონ დაგაყენებთ და მოხდება გასროლა მხოლოდ დაცებელზე რა სხვა არ ვიცით არაფერს არის უღელია დიდი რაოდენობაში და შველიცაა რა თქმა ვინადიროთ და ამ ნადირობას წარმოებდა ვიდეო რომ უღელი გამრავლდეს და შველი გამრავლდეს და საომავლოდ არის რავი საქართველოს გამარჯვებაში არის საუბარი იმაზე რომ უნდა დაიშვას ყველებს ნადირობა ოღონდ საომავლო პერსპექტივაში და ჩვენ გავამზადოთ მე ვარ რომ მე ბევრი გქონდეთ რაღაცა სანადირო რა მოკლედ ახლა ერთ-ორ დაველოდებით კი მოვლენ ჩვენები და შემოვლდა ვალაგებს რა შედობიან ნადირობას შედობიან და წარმატებულ ნადირობას ფოტოგრაფისტის ინსტრუქცია გვარი ექნება კი რაღაცა არა მართლა გეუნები კი მე დავიამზე რაღაცებს გავივდით ვინც არა გონჩებთან ნანადირები ყოველ შემთხვევაში 100% სანამ არ დაწმუნდებით რომ ნადირია მანამდე სოფისროლა და გილძების ჩაწყობა ნომრებში სადაც დავდგებით იქნე ჩავაწყობთ გილძებს იარაღები კარგად ყოფილ ჩვენ შევესწრებით რომ აი მტაცებელი მოგაშოროთ და აი ხარ იმადლობა ერთი ჭიქით შენ დაგულოცი მე ბაბუ და რა დაგვიგეთ სურათ რა
საუკეთესო ღვინოა. იმპერია ერთ კრუგს კიდევ არტყობს კაცი. მოგიწევს თქვენ ხშირად გურიაში და შეადარეთ მე. რიჩი არა. ჭებო. ავალი კაი დღეები ასე. სამადებული და დაგველო და ჩამოვაწვა ხუთი. აი გამო აი ყოფილი უნდა. აი პირდაპირ არ უნდა ჩუუშო ისე. ვარჯიშს ვიგებო, ჟანი მოგცეს ყოველთვის და ასე ნადირობის დიდი ქონებოდეს. ხალხიზაც არ შეეწუხებიოს ნადირს და ჩვენ რაც შეგვეძლება პაწ-პაწე გაგვეწმინდოს რომ გამრავლდეს კუძელი, შველი, რა ვიცი, ხოხობი და მადლობა, მადლობა. ყოველთვის ამნაირი საქმეები გვეკეთებიო სიკეთით. მშვიდობიანად შევდივარ წეში და მშვიდობიანად გამოვდივარ. აგი მოკლედ დღევანდელი ნადირობის პირველი შედეგი ამოღებულია ჯერჯერობით ერთი ტურა და მოინადირა ჩვენმა სტუმარმა ზესტაფონი და ნიკა გურგენიძე. ნიკა რანაირად მოდიოდა, ჩქარა მურბოდა, ნელა მოდიოდა, სადმე აპირებდა გაქცევას თუ მოკლედ რო გითხრა. ზაღლების დევნის მიუხედავად ძალიან ჩქარაც მოდიოდა ისეთ სიტუაციაში და ღელისპირ ჩამოუყვა და როგორც კიდე ვინახე. და რამდენ გასროლაში მოახერხე აყვანა? რა თქმა უნდა ერთი გასროლა. ერთი გასროლა და ერთი აგერ შედეგი. მოკლედ ნიკა მადლობა რომ ესე ერთვები ხოლმე ჩვენს ღონისძიებებში და საომავლოთაც გვაქვს სურვილი რომ შენთან ერთად ბევრი შემოგვიერთეს ხოლმე. გაიხარეთ. დიდი მადლობა, გაიხარე. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი დღის მეორე ნადავლი აგერ ტურა, რომელიც მოინადირა ჩვენმა მასპინძელმა, ანუ ასე რომ ვთქვათ, მამუკა წინცაძემ და მამუკა გითხარია ახლა ტურის შესახებ როგორ მოძრაობდა, რა შვებოდა, რამდენი გასროლით. არ იყო გაიწყნარად, ნამაზად მეიპარებოდა გერიცხვიდა. ანუ დღემდელ მოძახილს მეორე ხმა დააგდება. აჰა. ანუ გამოპარული ტურა იყო, ასე რომ ვთქვათ. რა შორს იყო და ამ ბოლოს ხმები აღარ სისმოდა და აჰა. შუმად მეიპარებოდა. ანუ მეგობრებო, ეს იმისი ის არის, რა ქვია, მაგალითი რომ ყოველთვის მშვიდად და წყნარად უნდა ვიყოთ ნომერში, იმიტომ რომ ტურა შეიძლება გამოიპაროს, საღლები არ მოსდევდეს და შევხვდეთ და მოვინადიროთ. მოკლედ, მამუკა რა ნომერი ესროლე? 7-0 27 კეკლიანი. 7-0 27 კეკალი. ვარ და უცებ ჩაძვა ვიმრებში. გაიხარე, მამუკა, მადლობა ყურადღებისთვის, ერთობისთვის და კიდე გავაგრძელოთ დაცებელთან. დაცებელზე ნადირობა. გაიხარე, წარმატებებით მამუკა. მე დავჭრა პომიდორი მაშინ. ტიკნის ხორცი გვაქვს, ამზადეთ ჩაკაფულს. მაგაცოგაზე სიყვარულზე შეწერული თიკანი არის და ახლა ცხოველთა დამცველებინო გამომიხდებით როგორ შეიძლება თიკნის დაკლა ხორცის ჩამაო. არა უშოთ. წვანილიც გვაქვს თან ხორცთან ერთად ფოტოშოპის და ამასაც შევჭამ და გავათილდება. ბარი ბარში, აგე კიტრი პომიდორი სალათა. ჩაკაფულს ამზადებ და სხვათა შორის მეგობრებო, ნადირეთ და მეორე ეტაპით მედია კი არა დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ უფრო წარმატებული იქნება, უფრო ძნელად იქნება და ყველაფერი ისე მოხდება როგორც ქართველებს და ბურულებს აჭარლებს შევქმნის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ძალიან მაგარი პოვარი თუ შეიძლება ითქვას, გახლავთ ბატონიგივი ოსტატურად მიუძღება ორი დანით მუშაობს. ორი დანით მუშაობს დაზე ხორციდან იმ დონის გემრიელი ბიჭი. აი ულამაზესი ბუნება. აქ სამწვადე ნაგვერცხალი მზადდება.
კივი ნადიროს მასთან ერთად ეგერ აი საქმეებით ვიცოდ რომ შეგეძლო მაგრამ ეს ზირფეს ვერ ნადიროს თუ შეგეძლო სტილო ხო აი რევან უნა კაცებისთვის მაქსიმალურად ვთილობთ რომ ყველანაირად შრომა ჩავდოთ, სუპარული ჩავდოთ, იგენოვი ჩავდოთ.